გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. რამოდენიმე წუთი არის დასრულდა და ოფიციალურად გაირკვა, რომ თურმე შიო მუჯირი გახდა საქართველოს 152 პატრიარქი და რა თქმა უნდა, მასაც მიენიჭა უწმინდესის და უნიტარესის სტატუსი. მოკლედ არაფერი არ მომხდარა ის, რაც არ იყო მოსალოდნელი, თავისთავად ეს ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარებოდა, ამისკენ მიდიოდა ყველაფერი. ამ ყველაფერს უჭერდა მხარს ხელისუფლება, ამ ყველაფერს უჭერდა მხარს ის სამღვდელოება, რომელიც სამღვდელოებაც არის სახელისუფლებო, პროსახელისუფლებო, დაფინანსებაზე მყოფი, ეს აღნიშნული სიტუაციის რომელიც არის და თავისთავად ლოგიკურად მოხდა ეს ყველაფერი და არაფერი ამაში სასწაული და რაღაც სენსაციური თავისთავად არ მომხდარა. არც არაფერი შეიძლება შემოგარგებო ჩვენ ქვეყანაში. მე ამის თქვა მინდა. ის რაც იყო 35 წელიწადი გაგრძელდება ისე. ახლა უკვე არ გეშინოდეთ ხალხო, ახალი პატრიარქია, ახალგაზრდა ჯამრთელია. მოკლედ ილია მეორის დანატოვარია და ყველაფერი მიდის ისე, რა ვიცი, ამ ფურცელზე რომ დახედო და ამ თქვენი ლოგიკით ამ ყველაფერს რომ დახედო, რომ მალე გაბწყინდება იბერია. ამიტომ არავინ დაწუნებული არ გნახოთ ქვეყანაში, ყველა იყავით მადლიერი უფლის, რაც გაქვთ იმის გამო და იყავით კმაყოფილი და ბედნიერები, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. აბსოლუტურ უმრავლესობისთვის რომ გეკითხა საქართველოში, აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ მარტო იმის გამო რომ ის იყო პატრიარქის თანამოსაყდრე, აბსოლუტურად თანახმა იყო ამ ყველაფერზე რაც ხდებოდა, საერთოდ არ აინტერესებდა არაფერი. ხო, მაგაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას რა. მარი WhatsApp-ზე არა მაქვს იმ ნომერზე წვდომა და ისე დაგიკავშირდები მე და იმას ვთქვათ რა ქვია, ის ნომერი აღარა მაქვს უბრალოდ კარგახანია ქართული ნომერი და მე შეგიხმიანები. მოკლედ, რაშია ხალხო საქმე? საქმე არის ძალიან მარტივ რაღაცაში. რაც არ უნდა ვილაპარაკო ახლა მე, რაც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა მომხდარიყო. არ უნდა ამ საზოგადოებას. აქ რაშია საქმე იცით? საზოგადოებას არ უნდა ცვლილებები. საზოგადოებას მოწონს ქართული ოცნება. თუ არ მოწონს, კროსინით რო კროსინობენ და ბიძგვინე რო ყავძევით და მეტი რო არ აყავთ თვითონ, აწყობთ ეს სიტუაცია. სამღვდელოებას ერთეული გამონაკლისების გარდა, ძალიან ცოტა გამონაკლისის გარდა, საერთოდ არ აინტერესებს არაფერი. თიური, ქრისტიანული, ერისბედი აინტერესებთ ის ყანდურიზმი, რომელი ყანდურიზმიც არის გაბატონებული. გაბატონებული არის და უნდათ აი ესეთი ცხოვრება. და ძალიან ბედნიერად არიან და ძალიან გემრიელად მიყავთ ყველაფერი. ვისაც უნდოდა საქართველოს სინოდში რუის-ურნისის კრება და ვისაც უნდოდა რუის-ურნისის მოხდენა საქართველოს, რასაც მეუფე იობი ამბობდა, ასეთი ყოფილა 9 კაცი მხოლოდ 9 კაცი ყოფილა. დანარჩენს ურჩევნია ეს ყველაფერი. ურჩევნია ეს ყველაფერი, ამიტომ შეგუეთ ახლა ამ აზრს. შეგუეთ ამ აზრს, რომ რაც იყო საქართველოში, როგორც მოდიოდა ეს ლეგენდების დონეზე, ეს არწმუნება, რიტუალების დონეზე, ეს ასე გაგრძელდება, ამით იქნება კმაყოფილი ერიც, ბერიც და მთავრობაც, კეისარიც, ხო და გამომდინარე იქიდან არც არაფერი შეიცვლება და არც არაფერი არ ეშველება. ესაა ყველაფერი თავიდან ბოლომდე აი ეს დადგმული, უბრალოდ დანარჩენი ყველაფერი არის თეატრალიზება, დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი. ეს ხო გულის ამრევი შოუ, რაც იქ ხდებოდა ამ დელეგატებთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე არ ვიცი ამას. თუმცა უკეთეს ნამდვილად არ უნდა ელოდე და რატო უბრალოდ, ხო? აი მე ერთ ელემენტარულ კითხვას დავსვამ ძალიან დიდი ბოდიშით, თუ ვინმეს ახ ცოტა ხანი დაგერღვევთ კომფორტს, მაგრამ გამცეს ვინმე პასუხი,
ეს გოგახვინდრავა, ეს პუჩისტი ნაძირალა, როდის მერე გახდა იმის, რა ქვია, ესეთი წარმოსადეგი და დასაფასებელი და დიდი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც იქ დელეგატად იყო მიბრძანებული. ძმათა მკვლელი ომის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ქართველი ერის მოღალატე, რომელმაც ადგა და სეპარატისტებს ჩააბარა მინდიაშვილი. და ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა. ძველი პუჩისტი. მაგრამ იქ საპატრიარქოში ხალხია. თავისთავად თავისიანებთან მივიდა. და საპატიო სტუმარი იყო. ახლა ეს ამ ადამიანს მე მგონი წარდგენა არ ჭირდება, ხო? ლევონ ვასძე. რაინდი. გამოწყებილი, გამოწყობილი. სამოსელი პირველი ახლა ეს ზმანების შესაკერი ის კაი აქვს. და გამოეწყვა რაინდულად და ამას დიდი დამსახურება ქრისტიანობის მართლმადიდებლობის მიმართ და ახლა მის ძმაკაცი გახდა ისა რა ქვია პატრიარქი. ცხენი მიაბა ეთყობა იქ სადღაც ავლაბრის აღმართში და დანარჩენზე ფეხი თავითა. ეს და მივიდა ახლა და ესეც ამაზეც დიდი მადლი გადმოვა რაინდია ეს რაინდია და რატო უნდა გავჩუმდე ქალბატონო ხათუნა რატო უნდა გავჩუმდე ამიხსენით რატო უნდა გავჩუმდე ამას თქვენ ქრისტიანობას ეძახით და ამას თქვენ იმას რა ქვია სწორ მართლმადიდებლურ საქციელს და ამას უძახით ეს რაინდია მართლა ხო ეს ქრისტეს მეომარია ხო ეს ისური მიბრძანებული ბატონო ამაზე უკვე ლაპარაკი აღარა მაქვს თბილისის fashion week იყო ალბათ აი ამ ქალბატონსაც მაკა ასათიანს ძალიან დიდი წვლილი აქვს საქართველოში მართლმადიდებლობის გაძლიერებაში ქრისტიანობაში და რა თქმა უნდა საერთოდ ჩვენი ერის არსებობაში ალბათ 9 შვილი დაზარდა და როგორც ხერხეული ძეების დედამ ბოლოს თვითონ დაიკავა ომში ალბათ დროშა და ალბათ იმიტომ იყო ესეთი დაფასებული ჩემი მოსაწონი ხოა და თან ნახეთ როგორი სამოსელითაა შემოსილი მე ახლა არ მინდა მანდილოსანია მithumetes და აი ეს ყველაზე ნაკლებად დაუშავებია ადამიანს რაღაცა კაცო ქვეყნისთვის და ემისთვის მაგრამ მე ვერ ხვდები უბრალოდ პატრიარქის არჩევნებში ისეთი ხალხი უნდა იყოს რომელსაც ერის და ქვეყნის მიმართ აქვს დიდი წვლილი შეტანილი და არ ვიცი ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი პატრიარქი რა შეშე ჩემი პატრიარქი უნდა ყოფილიყო ის ვისაც ეკუთვნოდა ის უნდა ყოფილიყო ვისაც ეკუთვნოდა ხო გაინტერესებს პასუხი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი ვინც იმსახურებდა ვისაც არ ქონდა ჯულის კანონი დარღვეული ვისაც არ უყვარდა ფუფუნებაში ცხოვრება ვისაც თავისი ცხოვრების მანძილზე დაამტკიცა რომ ის ერის და ქრისტიანობისთვის სიცოცხლით რწმენით მებრძოლი არის იყვნენ ეს სასულიერო პირები მათ შორის მეუფე ისაიაც იყო ესეთი რომელსაც საერთოდ არ მიცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არა ის რომ ვიღაცამ თავზე ხელი გადაუსვა გაზარდა გამოზარდა მე ასე აცხოვრა ხელის გულზე მე ასე აცხოვრა ბიუროკრატიულად დასვეს და გვირგვინი დაადგეს თავზე და ღმერთმა იცის რომ არ მინდოდა თქვენ მაიძულეთ რას ვლაპარაკობ ისეც ხო არ მომწონს არაა ჩემთვის მისაღები არ ვერ ხედავ მე ამაში ქრისტიანობას ვერ ხედავ მე ამაში აი რა გითხრათ დღეს დილას უბრალოდ დავდები აი ეს ფოტო
წავდები ეს ფოტო და სინოდის წევრებს თქვენ ხო გინდათ წადი ვიძე მიხედეს საქმეს ვინმე გაძალებს აქ რო ხარ ძალით წადი მე ილოცი ხო თქვენ მე ხო ერთი ვარ და ორი ვარ და თქვენ ხო ხართ უმრავლესობაში ქოცები ხო უმრავლესობაში ხართ მრევლი ხო უმრავლესობაში ხართ ეს ყანდურებიც ხო უმრავლესობაში არიან და ხო ახსრულდა ნება თქვენი უმრავლესობის და იყავით ბედნიერი დამაყენეთ ორი სიტყვის თქვა ჩემთვის და დავსვი ელემენტარული კითხვა თქვენ ჯულის კანონი და ეს რაღაცები არ გაინტერესებდა და დავსვი უბრალოდ ესეთი კითხვა მე რასაც ვაკეთებ მე იმას ვაკეთებ რაც იმაშინია სწორად მე იმას ვაკეთებ რასაც მასწავლის ქრისტიანული სწავლება და ქრისტიანული სწავლების მიხედვით აი ვაჟ ბატონს ბევრჯერ აქვს ჯულის კანონი დარღვეული ძალიან ბევრჯერ ეს საერთოდ უნდა იყოს სასულიერობი პატრიარქი კი არა ხო ამას მე არ ვამბობ ამას ჯულის კანონი ითხოვს ადამიანები რომლებიც მწვალებლებთან ერთად ლოცულობენ ადამიანები რომლებიც ერთ-ერთ პუნქტებს გეუბნებით ხანუკას ესეთ რაღაცებს ზეიმობენ არ შეიძლება ის იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი გადაშალეთ ჯულის კანონი და წაიკითხოთ იქ წერია ეს ერმილე ნემსაძის მოგონილი არაა და რა მარტო ამას ქონდა დარღვეული ვინც ეს დასვა თანამოსაყდრით იმასაც ბევრჯერ ქონდა ჯულის კანონი დარღვეული ხო ცოცხალწმინდანად რო ყავდა შეფასებული ბევრი მათ შორის ეკუმენისტური აი თუნდაც ელემენტარულს გეტყვით აი ელემენტარული ხანუკას მილოცვა და ხანუკას რიტუალში მონაწილეობა ჯულის კანონით სასულიერო პირი რომელიც მიიღებს ჯერ მილოცვას დაიწყებს და მერე მიიღებს რიტუალებში მონაწილეობას საერთოდ განსაკუთი არის საერთოდ განსაკუთი არის მართლმადიდებლობიდან და ქრისტიანობიდან ხო არის თქვენ რაში გაინტერესებთ ახლა ეს მე ამიტომ გავანები ამ ყველაფერს თავი თქვენ გაინტერესებთ ახლა მასას აინტერესებს ეს უშიშროების ფაილებში რა წერია ვინ ვისთან წევს ვის რა ფული აქვს ვის რა გქონება თქვენ ჯულის კანონი არ გაინტერესებს ჯულის კანონი რო გაინტერესებდეთ ჯულის კანონის დამაინტერესებელმა ადამიანმა ძალიან კარგად იცი რომ ეკუმენიზმი არის ერთ-ერთი ისეთი ცოდვა რომელიც ცოდვის გამოსყიდვაც რა ვიცი არ ხდება პრაქტიკულად აქაური ცხოვრებით ხო ასე ეს და მე რო გამოდიხართ აქ და ბარეური ბრძენი რო დაიწყეთ ლაპარაკს 21 საუკუნეა 21 საუკუნეში აბა როგორ იქნება და აბა ფეხით ხო არ ივლის ვინ არის ეს ადამიანი 21 საუკუნეშია სხვათა შორის სერბეთის პატრიარქი პავლე დაბადებული 1914-2009 წლები 1990 წლიდან განსაკუთრებით რთულ დროს იყო სერბეთის პატრიარქი და ნახეთ როგორ დადიოდა თუ არა ფეხით ქონდა თუ არა ხალხთან ურთიერთობა ნახეთ 21 საუკუნეა დღევანდელი პერიოდი არის მართლმადიდებლური ქვეყანა ხო ხდებოდა ასე ხდებოდა და არანაირ ფუფუნებაში ის არ ცხოვრობდა და ჯიპებიდან არ იღურებოდა და საერთოდ არ მაინტერესებს ვის მოწონს სიმართლე ვის არ მოწონს ვინ ხედავს ვინ არ ხედავს ორ რამეზე რომ მიდგება საქმე სარწმუნოებრივ საკითხი და მეორე ღმერთთან როდესაც მიდგება ღმერთზე რომ მიდგება და სამშობლოზე რომ მიდგება აი ამ ორ საკითხში როგორ შეიძლება ადამიანმა რამეში მოიტყუო და რასაც ფიქრობდა იმას არ ამბობდე შესაძლებელი ყოფილა 21 საუკუნეში მომეწონა თუ ძმახარ ის თბილისის ფეშენ ვიგზე ხო არა ვარ
მოწონება არ მოწონებაზე რა შუაშია საერთოდ. თბილისის Fashion Week-ი კი მოაწყვეს ისე მაგასათიანი იყო იქ, მაგრამ კიდევ ერთი დარჩენილი. ხვალ უკვე როდესაც იმაზე იქნება. ინტრონიზაცია. ქართული შესაბამისი სიტყვა ვერ მოიძებნეს. ტახტზე დაჯდომა. ვერა, ინტრონიზაცია. ხვალ კიდევ დიდი აფირისტობა იქნება დააგვირდით ახლა კიდევ იქ პარეური ასე ჩაცმულები და ხურულები მთელი სვეტსკი საზოგადოება გამოეწყობა და ყველა დაიწყობს აი მე გადავრჩით ხალხო ეხლა აღარ გვიჭირს ეხლა მორჩა უწმინდესი და უნეტარესი გვყავს ახალი და აი ესე იქნება და ასე იქნება და გაგძებთ ასე წყულში ცხოვრებას რა აზრი აქვს ამ ხალხს მომისმინა შემოწმაო ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება და ხე შეიცნობა ნაყოფით რა იქნება ჯერ არავინ არ იცის მათ შორის შენს არიცი შენ რა იქნება და ვინ იქნება არც მე ვიცი და არც სხვა ვიცის მაგრამ აქამდე გაზრდილი ხე და მისი ნაყოფი რასაც იძლევა მე იმას ვამბობ მე ვერ ხედავ რომ ამ ადამიანს მისი ცხოვრების მანძილზე სხერბლი გაიღო ქრისტიანობისთვის და სამშობლოსთვის მე ვერ ხედავ ვერანაირ მის გაკეთებულ საქმეს მე არ მინახია რომ ის რიგით მოქალაქეებში გამოდიოდა ხალხს იმედს აძლევდა რთულ პერიოდში არასდროაფერი არ გამიგია იმიტომ ის ლოგიკა რა ლოგიკაც იყო მოსალოდნელი აქამდე ის ლოგიკა გაგრძელდება აწი და რა ვიცი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი ჩემოძმა აი ახლა თქო უფალს მართალია ჩემნაირ ღვთისპირისგან გადავარდნილებს ამათ რო გითხო საერთოდ უფლის ხსენების ის არა აქვს მაგრამ აი ამდენი ხალხის წინაშე ვიტყვი რა აი რას თქო ვიცი ჩემო გიორგი უფალს ვცდებოდე და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება აი მე ვცდებოდე აი ამ ყველაფერს ეს ვლაპარაკობ მე ვცდებოდე და თქვენ იყოთ მართალი სულ აი ამას თქო უფალს რომ ღმერთო ეს იყოს ასე მეტი არაფერი არ მინდა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება თქვენ თუ გონიათ მე ახლა ამას რასაც ვლაპარაკობ სიამოვნებს ძალიან შემცდარ ხართ საქმე ეხება უფალს საქმე ეხება რწმენას საქმე ეხება ჟულის კანონს უფლის სიტყვებს იმან რამაც ჩვენი ადამიანი ღმერთთან რომ მოიტყუები იმ ადამიანმა რაზე უნდა ილაპარაკო ვიღაცა ხო უნდა ყოფილიყო და იყო ღირსეული კანდიდატები იყო მეუფე ისაია იყო მეუფე იობი ხო იყო მაგრამ არ გადაუწყვეტია მის პატრიარქობის კრიტერიუმები არ გადაწყვეტილა ქრისტიანულობით რაში ვცდები ჩემო გიორგი გიკითხები კი ბატონო ნუ მომისმენთ რაში ვცდები იმაში ვცდები რომ მეუფე ისაიას რომელმაც სიტყვაზე მეუფე ისაია რომელმაც თავის ცხოვრებით ყველაფერი დადო ყველაფერი გააკეთა იმისთვის იმის 1% არა აქვს გაკეთებული შიომუჯირს და იმას არ ეკუთვნოდა მონაწილეობის მიღება არჩევნებში და ამას ეკუთვნოდა მეუფე იობი რომელიც ამბობდა ჩასატარებელი არის ქვეყანაში რუის ურბნისის კრება რეფორმებია გასატარებელი მე მაგაშია ჩემო ძმაო საქმე რით იჯობდა ხო და ამიხსენით გამაგებიეთ ადამიანებმა რით იჯობდა რა ქონდა რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ისეთი იქნება არ ვიცი და რა აქვს ესეთი ამ ადამიანს გაკეთებული რაც შეიძლება უფრო მეტად ჩაითვალოს უფრო მეტ დასაფასებლად ჩაითვალოს ერის ქვეყნის უფლის წინაშე აი მითხარით და გავჩუმდები მე სხვანაირად ვხედავ ამას მე ვხედავ სხვანაირად მე ვხედავ იმას როგორც არის
საპატრიარქოში შექმნილი არის ძალიან დიდი კასტა ანაფორას ამოფარებული უამრავი მილიონერი მღვდლის, რომელიც არის დაფინანსებაში, 1000 რამის ხელისუფლებასთან შესული და მათ ესენი არიან უმრავლესობაში. და ვისაც არ უნდა ესეთი, რომელიც არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ვისაც უნდა, ის არის ცოტა, 9 ადამიანი. ხო და მოიგო უმრავლესობა. ამას ღვთისნებას ნუ დაარქმევთ. ხო, ნუ ახლა სინოდმა გადაწყვიტა, კი ბატონო, მე ვამბობ, რომ გადაწყვიტა, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი, კანონიერებას და სამართალს ერთმანეთთან მნიშვნელობა. იესო ქრისტეს ჯვარზე რო აკრავდნენ, მაშინაც ამ მღვდელოებამ გადაწყვიტა. და მაშინაც ხალხის უმრავლესობამ ტაში დაუკრა. და ის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა, იტყოდა და ჩემი მამაო ამბობს და ცუც ტყილს რა ვაიტყვისო. მართლები იყვნენ? ხო და რას ვიტყვი ჩემო იცი? ძალიან მინდა რომ ვწდებოდე. სამწუხაროდ საუბედუროთ არ ვწდები. არ ვწდები. ძნელია ძმაო. ძნელია. ამ გზაზე სიარული არის ძნელი. მესმის ეს. ჩვენ ქართველებს თუ ამ გზაზე არ გვეყოლა ისეთი სასულიერო პირი, ისეთი ერის მამა, რომელიც მართლა ამ სიბნელის პერიოდში ხმლით გაჩეხავს ამ უღმერთობას, ურწმუნოებას და გაყვება ერი, ამ ერის საქმე დამთავრებულია. მე ეს მითქვია, გაიხსენეთ 35 წლის წინ სად იყო ქვეყანა? მაშინაც იყო არჩევანი ქრისტეს და ბარაბას შორის. პირდაპირ თქვენებო. მის მერე 35 წელიწადი გავიდა. აგერ პუჩისტები, ხაინდრავას თამადობით. აგერ ფეშენ ხალხი. რატო უადარებს სარწმუნოებრივი საკითხია, სასიმართლეზეა ლაპარაკი. ხო და ვერ მისახელებს შენ მე ერთ შენ და ვერ სხვა ვერ დამისახელებს მე ერთ მიზეზს ვერ დამისახელებს. რატო არ ეკუთვნოდა მეუფე ისაიას თუნდაც მონაწილეობა და რატო ეკუთვნოდა შიომუჯერს პატრიარქობა? ვერ დამისახელებს, ვერავინ არ არსებობს ესეთი მიზეზი. ერთადერთი პასუხი აქ ამას ქვია უსამართლობა. და რწმენის დიპლომის მოთხოვნა, ეს არის უსინდისობა. და მე არ ველოდები, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ერი და მინდა რომ გადარჩეს. თუ არა სიმართლე გითხრა, საერთოდ სურვილი არ უნდა მქონდეს მაკეთ გამოხედვის. იმიტომ რომ თუ ვინმეს რამე ამოუღია ამ ქვეყანაში ხმა, ერისა და ხალხის მიმართ, ყველა ადამიანი ჩაქოლილი და სულამომძვრალი ყოფილა, აბსოლუტური უმრავლესობა კი არა, 100% ყველა ყოფილა ამ ხალხიდან და ამ ერიდან. და დუმდა ეს საპატრიარქოც და დუმდა ხალხიც, როდესაც ამ ხალხს ანადგურებდნენ. თუ მხარს არ უჭერდნენ. შენ თუ მეუბნები მეკუთვნისო, ჩემო ძმაო, ახლა მე არ გიცნობ შენ ვინახარ, მაგრამ კიდეს რომ გიცნობდე, რომელი ადამიანიც არ უნდა იყო, ვერ იქნები შენ ჩემთვის იმაზე დიდი ავტორიტეტი, რაც არის ჯულის კანონი. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ ეს უფლის სიტყვები. ნუ მოკლედ მე ვარ თუ არა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მე ამას მივესალმები, არ მივესალმები, კი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი გახდა შიომუჯირი. კი. რას მოუტანს ეს ქვეყანას? რას მოუტანს? თქვენ რა გონიათ ხალხო, საქართველოს ისტორიაში ყველა ღირსეული პატრიარქი იყო? ყველა ღირსეული კათოლიკოსი იყო? რაღაცნაირად ეს ხელშეუხებელი ის როგორ. გადახედეთ ვინ იყო ანტონ კათალიკოსი 18 საუკუნეში. აირჩიეს პატრიარქად, მერე მან მოიცილა იმ სინოდმა, მერე ისევეს. რატომ მოიცილა? გაკათოლიკება უნდა მართლმადიდებლური ქვეყნის და იმიტომ. ბევრი რაღაცა გვაქვს ჩვენ სასწაული და ბევრი რაღაცა გვაქვს გასახსენებელი. ამას ჭირდება რუის ურბნისი. აჯანსაღება უნდა, რომლის გამკეთებელიც არავინ არა. აგერ თქვენ და აგერ მე. ღმერთ მაქნას ვცდებოდე. საუბედუროთ არ ვცდები. ეკლესიაში დარჩება ყველაფერი ისე როგორც არის.
უფრო და უფრო გაძლიერდებიან ჯაღმაიძეები, უფრო და უფრო გაძლიერდებიან სხვადასხვა ყანდურები, რომელი ყანდურებითაც აიქაობა სავსე, უფრო მეტი აღებმიცემობა წავა, უფრო მეტი შეინჭირება შენ გენაცვალე წავა ხელისუფლებასთან და ასე იქნება და ეს რასაც ღავს ერი, ეს იქნება დამსახურებული, ეს იქნება 100%-იანი. რატო? იმიტომ რომ ამ სინოდს, ამ ხელისუფლებას, ამ ერის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ამ გზაზე სიარული. ეს გზა კი ბატონო, თქვენი გზაა და იარეთ, მაგრამ ამ გზას ქრისტიანობასთან არაფერი შეხება არ აქვს. მე ამას რასაც ვხედავ ასია და ვამთავრებ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს, იმიტომ რომ მე არაფერი მოლოდინები არ მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ქართველიერი მაინც გამოფხიზდება თავის გზაზე დადგება და მაინც რაღაც აბა ჩემო ძმაო, შენ შემოგევლე თუ მასე იყო, აბა სიმართლე რატო არის? სიმართლე რატო არის დანაშაული? სიმართლის თქმა რატო არის დანაშაული? სიმართლის თქმა რატოა დანაშაული? სჯულის კანონის მომენტი, რომელიც დარღვეული აქვს ადამიანებს და ამის ციტირებას აკეთებ, რატო არის ეს დანაშაული? ჩემო ძმაო, ჭიღლაძე კი არა, იმდენი უსინდისოები არიან ანაფორ. მე ვინ შეიყვანა ეს უსინდისო ხალხი იმ ანაფორაში? ვინ მონათლა? მე მონათლე? ხედრიონი ჯაბას ყაჩაღებს, მე 300 ხედრიონებს მე ჩავაცვი ანაფორა. აბა რა სიზამს ახლა ის ხალხი? ამის თქმა იყოს ახლა ნებისმიერი სტრუქტურა იყოს, ხო? სარწმუნოებაა, ხო? ჩემო ძმაო, ერთ რაღაცას გეტყვი გიორგი, აი, ჭიხლაძე რო ესეთები უნდა გაყარო. მარტო ჭიხლაძე რო უსინდისო ღორია, ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი. და უსინდისო ღორი იყო თავის დროზე აკადემიაშიც და აქაც რო იყო და იქ. მარტო ჭიხლაძე რო იყოს პრობლემა. რუის ურბნისი ჩემი აკვიატება კი არა. არიცით, ეთყობა თქვენ, რამხელა სოდვებია დაგროვილი იქ. და როგორაა გასაწმენდი? რომ გადარჩეს ერი? არ უნდა ამერს გადარჩენა. უნდა ის რაც არის. ამიტომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა და იეროს ამ გზაზე. მე არ მაქვს არაფრის მოლოდინი. ამ ერმა უნდა მიიღოს თავისი. ამდენი ხანია ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა აზრზე. ვერ ისწავლა სიმართლის თქმა. სიმართლის დაცვაზე ზედმეტია ლაპარაკი. ვერ ისწავლა, არ უნდა. ამ ხალხს უნდა ხაინდრავა, ამ ხალხს უნდა რაინდი, ამ ხალხს უნდა მაკაასათიანი დიდ ქრისტიანებად. ეს უნდათ. ესაა ამ ხალხის არჩევანი. მე გეუბნებით, ნახევრად სიმართლე, კიდე სიმართლე არა. ავიღოთ საპირისპირო სიტუაცია, რომ შეოს არ ყოლოდა დიპლომი და ეს მომისმინეთ, გაიქცა ახლა ეს კომენტარი ზემოთ. მოითხოვა წესის გვერდი. მომისმინეთ შემოკარგო, მომისმინეთ ცუti ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ზურა მომისმინე არსებობს შინაგანა წესი. და წესის გვერდისავლა კი არაა საჭირო. იმ შინაგანა წესს წერენ თვითონ შიგნით, რომლის შეცვლის უფლებაც აქვს. მაგრამ ისი შეცვლის უფლებაც არ აქვს არც ერთ სასულიერო პირს, არც ერთ სინოდს. არც ერთ მომავალ მსოფლიო საეკლესიო კრებას კიდე რო ჩატარდეს, 7 ხო იყო, მერვე რო ჩატარდეს. იმათ არ აქვს წინა გადაწყვეტილების
კრების შეცვლის უფლება. სოფლიო საეკლესიო კრებაზე მოკლე პარაკტურად. დანარჩენი შინაგანაც ჩვეულებრივად შეიცვლება. მე რას ვიტყოდი? მე იმას ვიტყოდი, ქონდათ უფლება და შეცვალეს თუ. ამათაც ქონდათ უფლება შეეცვალათ, მაგრამ არა, ეს გამოიყენეს უსამართლოდ. გამოიყენეს უსამართლოდ, ისე როგორც ასაკობრივი საკითხი გამოიყენეს უსამართლოდ. მას ვიტყოდი, მეტი რა უნდა გითხრა? მეტი რა უნდა გითხრა, ჩემო ძმაო? აბა სადგინახია ეხა პატრიარქობის კანდიდატი, ასევე საარჩევნო კომისიის ის იყო, თავმჯდომარეც იყო და ის წვეთდა ყველა. არის. კი. ხო და მომისმენთ ჩემო კარგებო. ნეტა ვწდებოდეთ ხო კიდე ერთხელ მომხდა ღმერთმა ქნას და მართლა სასწაული მოხდებოდეს და მართლა იმისკენ შეიცვლებოდეს, სიგეთისკენ შეიცვლებოდეს. მეჭვევ. ერთ რაღაცას ვიტყვი, ამ ხალხმა ამ ერმა უნდა მიიღოს თავისი. ხო, თუ რაც მიიღოს 15 წელიწადი ეს არაფერი არა. ეს არაფერი არა. კიდევ უარესი უნდა მიიღოს. რატო? იმიტომ რომ იმსახურებს. იმიტომ რომ იმსახურებს. იმსახურებს. იმიტომ თავს რო კითხო ქრისტიანად წარმოაჩენს და ქრისტიანებს და ფელი შეხება არა. ხო. ამიტომ უნდა მიიღოს. ღმერთის მოტყუებას რო დაიწყებს ადამიანი, მიიღებს იმას, რასაც მიიღებს. ეხლა შეიქმნება ახალი ლეგენდები, ახალი ბოლოჟამის პატრიარქის შესახებ, ახალი იბერიის გაბრწყინების შესახებ, ახალი მირონის გადმოსვლის შესახებ, უამრავი სხვა ლეგენდები შეიქმნება და ეხლა გადავრჩით და ეხლა ვართ გადარჩენილები და რა გადარჩენილებიც ვიქნებით ქართველები, მაგას დავინახავთ ძალიან მალე. ჩემო ძმაო, მე ნაცები რო იმსახურებენ და ამდენი ის ნაცი საქართველოში დაბადებული გაზრდილი ბავშვი არა? ამათი აღმშენებლობის და ქრისტიანობის აღმავლობის პერიოდში არა? გეკითხებით, ვისი პასუხისმგებლობა არის, როდესაც ერი ასეა სულიერად დაცემული? ამდენი ნაცი და ქოცი როა საქართველოში. ვისი ბრალია? ვისი ბრალია? თქვენ გონიათ რა ის ნაცი საქართველოსის არაა, რა ქვია, შვილი? ტვინი როა გარეული, მოწამლული როა, გაბოროტებულია, გაათეითისტებული როა. არა ის სულიერი პასუხისმგებლობა, ვისაც აგესწრია იმათი ბრალი? მოკლედ აზრი არ აქვს ახლა იმას, მოხდა ის რაც იყო მოსალოდნელი, რაც იყო სავარაუდო, გაგრძელდება ეს ყველაფერი ასე. გაგრძელდება ეს ყველაფერი ასე და მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ყველაფერი რაც ხდება, ეს ხდება დამსახურებით. შენ შემოგივლე, ჩემო ძმაო, ხალხი რო ვართ ასეთი. ხალხი რო არის, ხალხი. ნებისმიერ ქვეყანაში. ხალხს სჭირდება ორი რა. ერთი მთავრობა, რომელმა მთავრობამაც უნდა უზრუნველყოს მისი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე არის სულიერი მამა და სულიერი მთავრობა, ასე რომ ვთქვათ, რომელმაც ამ ხალხის სწორად აღზრდა უნდა უზრუნველყოს. და თუ ხალხის გაჭირვებაზე, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობაზე მთავრობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, სულიერ გაჭირვებაზე და სულიერ დაცლაზე და სულიერ დეგრადირებაზე პასუხისმგებელი არის ის, ვინც არის საპატრიარქოში. ვისაც ეკუთვნის თითოეული. და მე რომ მეუბნებათ, რომ მე ვაბრკოლებ ხალხს. რატო? სიმართლეს რო ვეუბნები, ხალხი ამით ბრკოლდება? მაგით არ ბრკოლდება ხალხი. ხალხი ბრკოლდება იმით, რომ როდესაც მშიერი და მწყურვალი და 1000 გაჭირვებულია და 100 ევროიანი ჯიპით მოდის სასულიერო პირი. როდესაც სასულიერო პირს აქვს ბიზნესები. როდესაც სასულიერო პირს, რომელსაც ეკრძალება ცოლი ყავდეს, ცოლიც ყავს და საყვარლები ყავს. როდესაც სასულიერო პირები არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი ქრისტიანული, აი ამით ბრკოლდება ხალხი.
ამით სიმართლე არ ბრკოლდება. სიმართლე თქვენ გექნებათ დისკომფორტი. ქრისტიან მორწმუნე ადამიანს შენ ვერ დააბრკოლებ. ადამიანს ვისაც უნდა ღმერთი წამდეს, იმას შენ ვერ დააბრკოლებ. ის წავა და მოძებნის იმას, სადაა სიმართლე და სადაა ტყუილი. გადაშლის ჯულის კანონს და წაიკითხავს და რაში ჭირდება ადამიანს სასულიერო პირი? რაც არის ჯულის კანონი, რომ მივა ადამიანი ჩვეულებრივი მოქალაქე გლეხი, რომელმაც ადრიდანვე წერა-კითხვა არ იცოდა, არაფერი არ იცოდა. მივიდოდა ეკლესიაში, განათლებული ითვლება და მღვდელი მაშინ. იმან იცოდა წერა-კითხვა, იმან იცოდა ღვთისმეტყველება და მოვიდა გზააბნეული ადამიანი და არის სულიერი მოძღვარი. ეუბნება რომ აი შევწოდე ეს ვქენი როგორ მოვიქცი, არ ვიცი. შვილო ჩემო, ამაზე ჯულის კანონში ესაა ნათქვამი. ამის დამნაშავეს აი ეს ეკუთვნის. ასე მოიქეცი, ასე ამისთვისა სასულიერო პირი საჭირო ადამიანისთვის. რომ სწორ გზაზე დააყენოს გზაცდენილი. და რა ის რომ ეკლესიიდან გააგდოს. არის უწმინდესი და უნეტარესია უკვე. ამ სიტყვას საერთოდ ვერ გებულობ. ვერ გებულობ ამას და იმიტომ. არ შეიძლება ადამიანი ღმერთს წმინდას ეძახდე და ადამიანს უწმინდეს და უნეტარეს. მე მსგავსი რაღაცები ბევრი რაღაცა მაგვირვებს. მე გავუფრთხილდი ბესიკი, გავუფრთხილდი ენას და გავუფრთხილდი საკუთარ თავს. ხო. გავუფრთხილდი შვილო ჩემო. დიდი მადლი გადმოვა დღეს შენზე. როგორც იმაზე გადმოვიდა, რა ქვია, ხაინდრავაზე, რაინდზე და მაკასათიანზე და ხო, კაცო აქ ახლა დამავიწყდა სულ დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. ხო, დამთავრებული არ იყო, რა თქმა უნდა აგერა თქვენო უწმინდესობამ. აი, გამოვიდა ეს. ბიძინემ და მისმა ქალბატონმა მიულოცეს თურმე ეს. ახლა ბიძინე და ის ეთყობა, იმიტომ არ იყო, რომ გავლენა მოახდინესო და ბიძინემ მიულოცა და ყველა ულოცავს ახლა და თქვენო უწმინდესობავ და თქვენო მორწმუნე და მე საქმეზე რომ იდგება ანტიდისკრიმინაციული კანონიო ბიძინე იტყვის ჩემი თხოვნით მიიღენო. აქეთ იყო პატრიარქის თხოვნა, რო გითხვა მათ რომ პატრიარქის წამთ. და აქეთ იყო ბიძინეს თხოვნა. და 150-ით 0-მა გაიმარჯვა ბიძინემ. ანტიდისკრიმინაციული კანონის დროს. ახლა ბიძინესთვის თქვენო უწმინდესობა არის. და მიულოცეს. ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ახლა მილოცვებში არის ეს, რა ქვია. ეგიც ქრისტიანია. და ეგიც ულოცავს იმას, რა ქვია. შიოს. პატრიარქობას. ჯერა ეს განსაკუთრებით მჯერა, რომ დიდმოწამე მიხეილია. ვითომ მევანგრევდი ეკლესიებს და მე დავსდები. წაკითხული მაგ შემოგა. ძალიან კარგად ამაკ წაკითხული. რატო გონია რომ წაკითხული არა? რატო გონია რომ წაკითხული არა? თუ კარგი იყო ეს ეკუმენისტური საბჭო 97 წელს რატო გამოვიდნენ? არა, უბრალოდ მაშინ ისე იყო საჭირო, როცა შევიდნენ და როცა გამოვიდნენ, მე ასე იყო საჭირო. მე არავის არ ვაბრკოლებ. სიმართლეს ვეუბნები და ეს სიმართლის თქმა კერპომანებისთვის დაბრკოლება ყოფილა. არა ეგრე.
წმინდა მიხეილი აგერ ალბათ ზოგიერთისთვის ეგეც წმინდანია. ხო რა მოხდა მე გირჩევს თავისი ეკლესია აქვს და თავისი მღვდლები ყავთ და თავისი პატრიარქები ყავთ და ამაზე რომ დაურეკეს რა ქვია მიშაო წმინდანიაო და შევრაცხოთო წმინდანათო და წმინდანა ჩენარო ცხვაზეო ხარ თუ არა თანახმო მისი პარტიის ხალხს რო უთხრეს რა თქმა უნდაო წმინდანიაო არ მტებაო თუ არა წმინდანი ვარ იყოსო ამდენი ხანიო ხომ მოგტებოდაო 300 თუ 400 დღე იშიმშილა და ასე 400 დღე წმინდანებს არ უშიმშილებიათ 40 დღე იშიმშილა ქრისტე ამან 400 დღე იშიმშილა მე აბდალი ვარ სამი მე აბდლობ და თქვენ აი მართალი აი ბატონო ესე იგი თქვენ ამბობთ რომ ეს გაცრავთ მაგრამ ეს ეკუმენიზმი არ არის ისა რა ქვია ცოდვა არ არის ცოდვა ხანუკას რიტუალებში მონაწილეობა არ არის გეკითხები ცოდვა და შავი თეთრზე წერია რომ ვინც სამთლის დანთებაში და ესეთ რაღაცაში მიიღებს მონაწილეობას ის საერთოდ გამკვეთილი უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოში მონაწილეობდნენ კი არა ულოცავდნენ და სანთლებსაც თვითონ ჩუქნიდნენ ხანუკის დასანთებად იცი საიდან ვიცი და ჯულის კანონიდან ვიცი რა არის უპატიებელი და რა არის საპატიებელი ცოდვა გინდა და ტექსტურად ჩამოყევი ქვედა მაგის ქვედა პოსტს აი ამ ლაივის ქვედა პოსტს და წერია ჯულის კანონის ამონარიდი სადაც ხანუკაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში რა გელოდება მართლმადიდებელს ლოცვაც აკრძალული აქვს და რიტუალში მონაწილეობა ზედმეტი ну რა ვიცი ახლა რატო მე იმას ხნები ახლა მეურჩევი შენ მე ჩვენ ნებისმიერი უფრო მეტი ვარ თუ 7 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და ჩვენი აზრი უფრო მეტი არის თუ 7 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება რომელსაც აქვს მარადისობის და ურყეობის ის მინიჭებული შენი ჩემი ჩვენი აზრი უფრო მეტი არის თუ რუისურბნისის გადაწყვეტილება არ მოგეკითხები მაგრამ არავინ არ იცის ვინ ვის მიუტევებს უფალი და ვის არ მიუტევებს და რას მიუტევებს კაც მაგაზე ევლობა რა გქონი მან ახლა საქმეზე კონკრეტულად წავედი მე ეს დავაშავე მივალ ჩემმა მამაომ რა ქვია მაზიარა და აღსარება ჩემ მომეტევა ცოდვა ჯულის კანონი გეუბნება განსაკუთრებით ხარო და შენ რა ჯულის კანონზე მაღალი ხარ რომ მიტევე ასია ჩემო ძმაო ეგა ამად დამსახურება რომ ამ დონის ქრისტიანობა ამ დონის განათლება ქართულ ქრისტიანებში კერძი ისე მიგდის საქმე რანაირ ქრისტიანებიც ავართ დღეს ხო კერძი ისე მიგდის საქმე მოგლეთ წავედი აღარაფერი აღარ მაქვს საქმე დავასრულო დღეს ბლოგზე ვმუშაობ დავასრულო ნატოში არსებული ფაშისტი გენერლების ბლოგი ხო და იქ სადაც გაურბივართ კიდე ევროკავშირის კი ნახეთ ვინ არიან ფაშისტების პირდაპირ შთამომავლები და ახლა ფაშისტი გენერლები ვინ არიან ნატოში სადაც გაურბივართ არ შემოვდივარ გიორგი ლაივში და TikTok-მა ჯერო უსმენი გიმხდის ცუდად სიმართლე გითხრა და მაგ TikTok-ში არის ძირითადად მოცლილი ხალხი მე დღის მანძილზე სადღაც 1 საათი თუ მომიხერხდება რო დავჯდე და ვისაუბრო და
ამ TikTok-ზე ხალხი ამ ჩემი 1 საათი 40 წუთი 1 საათი აღიზიანებ და ამ TikTok-ზე დილიდან დაწყებული საღამომდე ყველა TikTok-ში. ზოგი ლოცულობს, ზოგი პოლიტიკას არჩევს, ზოგი იმას არ მაქვს ძმა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ახლა სიმართლე გითხრა, მაგრამ არ მაქვს რა მეტი ხალხის ატანის თავი არ მაქვს. ძირითადად არიან გასართობად და მიწიერ ჯოჯოხეთი არის TikTok-ში. არ მინდა. ვერ დავკარგავ მაგისტვის დროს. იქ მეტი იოლია კომენტარების წერა და საუბარიც მეტი იოლია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ნერვი მომშლელია. საქართველოს რა უნდა ეშველოს შემოგარგვა. საქართველოს ეშველება ის, როდესაც მოbrunდება ქართველიერი ქრისტიანობისკენ, რწმენისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანამდე რა გითხრა. ლოცულობს ხალხი ლოცულობს. TikTok-ში ეკლესიათაა გადაქცევა და შემწეობებს ითხოვენ და ღვთიურ საქმეებს აკეთებენ ჩერეს TikTok-ით. TikTok-ი არის მაო ეგიდუნასი და რა ვიცი მისი ქმარის. იმათი სამეფოა რა, ჩემნაირების ადგილი იქ არა. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, აი ამის თქმა მინდოდა. რა ვიცი, ბოლოს ვიტყვი ამას. ვისურვებდი მე ვიყო არასწორი ახლა რასაც ვფიქრობ და როგორი შეხედულებებიც ამაქვს ამ ყველაფერზე და საპირისპიროდ შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა არ მგონია. სამწუხაროდ. კარგად ზანდებოდეთ.